წვიმიანი ამინდია და განვიხილოთ ახლა დღევანდელი კრიპტოს ბაზარი, ანუ რა ხდება ზოგადად ბაზარზე. არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება გარდა იმისა, რომ ჭკვიანები ყიდულობენ ახლა და აგროვებენ. ეს ნიშნავს, რომ ძირითადი მოთამაშეები აღარ ჩამოთვლი, ისინი იცით უკვე წინაზე ჩამოთვლილი მაქვს, იწყებენ ბიტკოინის შესყიდვებს და საკმაოდ დიდი თანხებით. ან აქვთ რაღაც ინსაიდერული ინფორმაცია, რომის გაიზრდება, ან რაღაც სხვა ნიშნები. ფაქტია, რომ შესყიდვები მოხდა და ძალიან მსხვილებისგან. ბაზარი არ არის ახლა ძალიან ესეთი ტრენდი მაღალი არის, მაგრამ მატება არ არის ეს ნახტომ პამპს რო ვეძახით, ესეთი ნამდვილად არ არის, თუმცა მოსალოდნელია, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც ესეთი ჩახმახის თითის გამოყვრა, ანუ ტრიგერი, რაღაც მიზეზი ისეთი, რომ ააფეთქოს სიტუაცია. იმ შემთხვევაში თუ ეს არ გამოვა, ბაზარი იმოძრავებს ესე ფრთხილად, ეს აწყობთ მსხვილი მოთამაშეებს, ვინაიდან ამ დროს ისინი აგროვებენ. მოგეხსენებათ ახლა პატარა კოინებიც უყურებენ ბიტკოინს, ანუ მათი ძირითადი მამოძრავებელი არის ბიტკოინი. ბიტკოინებში შესაბამისი ზრდა იწვევს სხვა პატარა ალტკოინების ზრდასაც. ხვალ იქნება, ხვალ არის აღდგომა, იქნება ძალიან მცირე ვაჭრობა, არ იქნება, აი ორშაბათიდან უკვე შესაძლოა რაღაცა გამოჩნდეს. თუმცა მოგეხსენებათ, თვის ბოლოს არის ფედის განცხადება მოსალოდნელი, მანამდე ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია, გარდა იმ ომისა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, თუმცა მან ისეთი უარყოფითი გავლენა მაინც ვერ მოახდინა კრიპტოზე, სხვა სტოკებზე მოახდინა, მაგრამ კრიპტო პირიქით ზემოთ აიწია და გამყარდა. ანუ ახალი დიაპაზონების ძიებაშია თითქმის ახლა ყველა იმეორებს ბიტკოინის მოძრაობას, ზოგი სწრაფად, ზოგი ნელა. თუ გაინტერესებთ, რომლები არის ეს კოინები, რომელიც მისდევენ მას ზოგი ნელა, ზოგი სწრაფად, ვინაიდან მათი შესყიდვაც არის მომგებიანი და სავაჭროდ არის შესანიშნავი. თუმცა ეს პერიოდები არის 2-3 დღიანი, ანუ 1 და 2 საათში ეს არ ხდება, ლოდინი უნდა, მოთმინება უნდა, არ უნდა ავყოთ პანიკას, არ უნდა ვიყიდოთ და გავყიდოთ პანიკურად, ემოციურად, ყველაფერს